მე არ მეცინება ესეთ. აია. გამარჯობა. მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. გამარჯობა. 160 IQ-თი ჰიტა. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ გვეყოლება სტუმრად მინდია. მინდია ალბათ ყველა მიცის ის რაც მე მოდი წარგადგენ ჩემებურად. მიდი. საქართველოში ამ ბოლო დროს ძალიან გაიზარდა MMA-ის ცოდნის კულტურის სამაღლება. ხო და ამ ყველაფერში MMA-ში რომ ხალხი კარგად ერკვევა და თქვენ იცით რომ მე MMA ძალიან მიყვარს და ძალიან გულშემატკივრობ ქართველ მებრძოლებსაც და კიდევ ბევრი ფავორიტი მებრძოლიც მყავს საქართველოში. გარდა ქართველი მებრძოლებისა, რომელთა წარმატებამაც ჩვენი MMA-ის ცოდნაში გაღრმავება განაპირობა, გარდა ამისა თქვენ სამ ადამიანს, ვინც ეს ყველაფერი თქვენი სიტყვებით აგვიხსენით და შეგვაყვარეთ, თქვენ მიგიწვით უდიდესი წვლილი და ამიტომ მადლობა ამისთვის. ესე პირადად გადაგიხდით ჩემს. ძალიან დიდი მადლობა რომ ეგრე დაინახეთ ჩვენი შრომა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვიხარია ეგ ფაქტი. თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო ეგ ზუსტად. თავარი მიზანი იყო ეგ რომ სპორტი, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის აზრით სპორტი არც იყო, ჯერ გამხდარიყო სპორტი და მერე შეყვარებოდა. ბრძოლა წესების გარეშე. ბრძოლა წესების გარეშედან რომ გამხდარიყო სპორტი, შერეული საბრძოლო ხელოვნებები და მერე ეგ ყველაფერი შეყვარებოდა ხალხს და ქართველმა მებრძოლებმა რა თქმა უნდა უდიდესი წვლილი ითამაშეს. მე როგორ დავიწყեցი MMA-ის ივენთების ყურება, რომ როგორც ესე რაღაცა სპორტს ჩაუждები, ეგრე კი არ უყურებდი. ძალიან დიდი ყურადღებით უსმენდი მებრძოლი რომ გამოდიოდა საბრძოლველად, თქვენ რას ლაპარაკობდით და თითქოს პოდკასტს უსმენდი რა, ეგრე შევისწავლე. მარტო ფინიშის ძიებაში მყოფი მებრძოლები. ყველა სიტუაციიდან, ყველა მდგომარეობიდან, ასე ვთქვათ, შემტევი უნარების ყველაზე მდიდარი არსენალის და ეხლა ბოლო რამდენიმე წელი ყველა ივენტს თინანახი მაქვს და ამიტომ რაც ვიცი, თქვენი მონახულებით ვიცი მაგ სპორტზე. ეგ იყო ჩვენი გათვლაც. ეგ უპირატესობა გქონდა იდეაში ჩვენ სხვებთან ინგლისურენოვან კომენტატორებთან შედარებით, რომ ისინი არ აცნობენ ადამიანებს მაგდონეზე უშუალო ტრანსლაციისას. რადგან ერთი რო ეგ ადრე აქვს გაკეთებული 10-15 წლის წინ და არ საჭიროებს ყველა ჯერზე რო გააცნო. და მეორე არის რომ იქ იმდენად დიდი რაოდენობის კონტენტი, პრომოები და ეს რაღაცა კეთდება, რომ ტრანსლაციაში აღარ აცნობენ. და ჩვენთვის, ჩვენი მაყურებლისთვის იმენად ახალი იყო, რომ მაგალითად რომ გამოდის პირობითად ავიღოთ Max Holloway, არ უნდა ილაპარაკო Max Holloway დღეს რას გააკეთებს. მაყურებლისთვის უფრო საინტერესოა Max Holloway საერთოდ ვინ არის ხო? იას ბრძოლა როცა გაიმართა, მაშინ ეს ქვემსუბუქში. ძალიან დიდი წვლილი მიგიწვით ამ ყველაფერში, ამიტომ დიდი პატივისცემა ჩემგან კიდევ ერთხელ და გარდა ამისა, ახლა მე იმიტომ მომინდა შენთან ერთად ვიდეოს გადაღება, რომ YouTube არხი გააკეთე, უკვე რამდენიმე ვიდეო დადე 3000 გამომწერზე ხარ ახლა და ჩემს გამომწერებსაც თქო რომ გადმოვიდენ შენს არხზე და ყველამ გამოიწეროთ, ვისაც განსაკუთრებით MMA და სპორტი გაინტერესებთ და თან რა არის იცი ყველაზე საინტერესო ჩემთვის. ამ ხელაწვრილი რომ მიგიწვის MMA-ის განვითარებაში და ზოგადად სპორტში მაგრად ერკვევი. გარდა მაგისა ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ და ეხლა მე მიმების განხილვაში იმიტომ დაგიძახე რომ მეც ცოტა მოდი სხვა ამპლუაში დავანახოთ საერთოდ თუ გევასება მიმები. ანუ რო სკროლავ, იდეაში ყველაზე მეტად ალბათ მაგისტვის სკროლავ რა. მე უნდა მიახოვნე ხანდახან რომ ვერ ხვდებიან ამ დონეზე რატომ მიყვარს მიმები და მე ბოლოს ერთი ვიდეოც გადავიღე მაგაზე და ფიქრობ ზოგადად რომ მიმები არის კულტურის გენები. და თუ გინდა ადამიანები კარგად გაიცნო, მაგას თუ ჩაუღრმავდებ, ბევრ საინტერესო რაღაცას იგებ რა, როგორც ცოტა მეცნიერებას ეგრე უყურებ და მიმები მას შემდეგ არსებობს, რაც ადამიანი არსებობს. და რა ინტერნეტის შედეგი არ არის პროდუქტი. მესმის, მაგრამ მე უბრალოდ იმიტომ ვუყურებ, რომ მეცნიერება მართლა. ეს გეფიცე. და ძალიან მიხარია რომ მომიწვიე. ერთი თვე არის რაც არხი დავიწყე და ხო, ჯერჯერობით მხოლოდ MMA-ზე არის. თუმცა შეიძლება ნელ-ნელა რაღაცნაირად შეიცვალოს. გეზი ნუ MMA-ს რა თქმა უნდა არ დაშორდება, სულ იქნება. მაგრამ ხო აი შენ რას თქვი რომ ადამიანები მარტო MMA-ით მიცნობენ და მორჩა, მინდა რომ მაგნაწილს მე თვითონაც მივხედო. ეხლა ლადომაც გააკეთა YouTube არხი, შაუტაუტი გავუკეთოთ ლადოს არხსაც. და თქვენ სამივე, მე როგორც ეხლა MMA-ის გულშემატკივარს, ძალიან ძვირფასი ადამიანები ხართ, მოკლედ ამ სფეროსთვის. ამიტომ დიდი პატივისცემა კიდევ ერთხელ. დავითხოვთ აბა მიმები და ნახოთ ჩემს კლუბში, მიმები 160+2-ში, რომელშიც უკვე 100,000 ადამიანია დაახლოებით. რა მიმები გამოგზავნეს ამ ბოლო დროს. ჩემი არხის მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი. ტურები. გამარჯობა, ტურა მინდა 2 და ლეკვები ყავთ.
რა, ტურები საქართველოშიო და რამდენად ხიდით ერტლებს. ტურებს კი ავყიდი ძმა, ტურისტული კომპანია მაქვს და ტურისტები დამყავს. და მაგიტომ მიწერია რა, ტურ არის ტურ. ხო, მაგრამ თავისი ბრალია. სხვანაირად უნდა დაეწერა ტურები. ტურები და ლეკვებზე რო წერენ, ტურის ლეკვებზე. რა საინტერესო რა შეჭიდება და იმას თვითონ ტურის ლეკვი. რა შეშებოდა ეხლა დავეუბნე ალბათ. კლასი ფეხბურთს თამაშობთ, ის ერთი გოგოს კამზე. ისე ხო. რომ ახსენდება სკოლაში რომ ფეხბურთს თამაშობდით ფიზკულტურაზე ან რაღაცაზე, ბევრჯერ მახსოვს ატირებული კლასელი გოგო, რომელსაც თავში მოხდა ბურთი და ეთყობა ის პატერნულია. როგორ ჩანს? ტახში ხდება ხოლმე. თორე მიმს არ გააკეთებდნენ. ესეც მევასება ისე მიმებში, იცი რომ რაღაცა რო გონია რომ აი შენი ცხოვრების რაღაც ნაწილია და ვიღაცა მაგაზე მიმს რო გააკეთებს და უცებ 1000 გაზიარება რო აქვს და თუმე 1000 კაცის ცხოვრების ნაწილია სუმცირე. სუმცირე ვინც ნახა ხო ეს მანქანადებს ევაკუატორზე. მანქანადებს? აბა მანქანა. ანუ დამტრეული ნაავარიები. ნაავარიები არ არის, ნაწილები ყრია. და ნაავარიები. ედი შენ ქონია ძმაო, მეცხვარე ყავს და საკმაოდ. მეცხვარე რა დააშავა. კარგი იყო ესეთი მიმებიც მომწონს მე. ძალიან გაზვიადებული იყო რაღაც. ხო. ეს სასწაულია სულსაუსრითი შევს. ესეთ რაღაცებზე თქვენ გადავთ ხოლმე თქვენს არა ეთერში. ეთერში არ ვადავ. ისე კი. ეხა ამბობ დროს ისე რაღაცა სხვანაირი იუმორი გავუშვით თქვენ. ბუჩო ცდილობს რომ ეს შენ რომ მითხარი თუ არ გაიხსნები შეგიღიტინებ. აი მაგას ცდილობს ხოლმე ლაივში რა. მაგით. ანუ იცის რა რაზე წამომიკიდებს და მაღადავებს ხოლმე. აი ეს. იქ უბრალოდ დებილობას სოციალურად. დერეკ ლუისი ალბათ ყველას უყვარს ხო? დერეკ ლუისი თუ არ გიყვარს მგონია რომ მაშინ არასწორ სპორტს უყურებ რა. მე რაოდი შემიყვარდა იცი? რომელიღაცა ჩხუბი მოიგო ძალიან ეფექტურად და საჩემპიონოზე რო ეკითხებიან. საჩემპიონო ხო არ მოითხოვდა. 5 რაუნდიანზე არ დამირეკოთ ხო? არ დამირეკოთ. ისე არ შეიძლება. ისე ხა ძალიან ცუდ რაღაცას. არ არის ცუდი, უბრალოდ ხო ისე. სასაცილო, მაგრამ დისრესპექტია რა. ძალიან დისრესპექტია. იმიტომ რომ ეგ ადამიანები იმისთვის რომ მან შევიდნენ ძალიან ბევრ შრომას დებენ და ძალიან ბევრ რაღაცაზე აქვთ უარი ნათქვამი. და ამ დროს ვიღაცა ტინეიჯერი სისტა ვიოლინოზე აკვრევინებს მაგ თან ხო და თან ეს ხა ვაირალდება ამას 3 მილიონი ნახვები ერთ და მე რო შედიხარ და ინტერნეტში დედაყავს რა რომელიც მაგას უყურებს თავისი შვილი ვიოლინოზე როგორ უკრავს მაგარი ცუდია თუმცა ხო მე ხვდები იქიდან მხრიდან აპოზიცია არის რა რომ შეიძლება აი იმ მანქანის პატრონსაც ყავს დედა წეხან ცხრებს და რატო იმის დედაზე არ ფიქრობთ რა იმის დედამ რა დააშავა მაგის დედასაც უნდა ვცეთ პატე. ხინკალი მსოფლიოში საუკეთესო დამპლინგების სიაში მოხვდა. დამპლები თქვენ ხართ უნდა მსუება. აბა შენი ტოპ 3 საჭმელი მითხარი. ხინკალი. უეჭველი პირველია შენთვისაც. დანარჩენი არ მაინტერესებს. დანარჩენს ყველაფერს ჭამ. ტოპი არის მარტო ხინკალი. მართლა გულწრფელად ეგრევა რა. რა გიყვარს რომ ეკითხება საჭმელი? ვინმე საჭმელი? რომ ხინკალი მიყვარს. მეორე მესამე? რა მშობა მეორედან ანუ მე ასენდე ერთი და იგივე ანუ ყველა კარგია რა და ბოლოში არის ჩიხირთმა და მაწვნის სუფი რომელიც არ იჭმევა ჩემთვის ხო ეგ ორი არა და აი დანარჩენი ორიდან რავი ბოლომდე ერთი და იგივე ვა მე მეორე და მესამეც მაქვს მაგალითად ლობიო მიყვარს და ლობიანი მიყვარს ძალიან ტოპ 2 არის ალბათ საცივი ძალიან ბევრი ადამიანს უყვარს ჩაკაფული მე დიდი ხანია გეუბნებით რომ ხილკაზე ვაპირებ ვიდეოს გადაღებას და მუშაობ მაგაზე მართლა მაგრამ იმდენად პასუხის გეუბნებით ახსავსია იმ მომენტი რომ ისე რომ გაიწელა მაგაზე არ ნერვიულობ იმიტომ რომ მინდა რომ მაგარი გამომივიდეს და კომენტარებში დაწერეთ თქვენი ტოპ 3 ქართული კერძი
თუნდაც არა ქართულიდან, მაგრამ ალბათ უმეტესობა მაინც ქართულადაც დაწერთ. რაღაცა სტატისტიკასავით გავაკეთოთ და კომენტარებში მაინტერესებს თქვენი top 3. მე ჩემნაზეც ხინგალი მოიგებს უეჭველი, ისიც რა არის? მიმების მიმდინარეობა არსებობს, რომელსაც მე დავარქვი რებუსა მიმების დამწერლობა. და ისე რაღაცებს წერენ ხოლმე. ეხლა აქ რაღაცა წერია? ხო, ზემოთ ვერც მევხვდები, მაგრამ მგონია რომ ეს უნდა იყოს ცხელი. და ეს რადგან არის რა, ეს იქნება კვარცი და კვარაცხელია წერია. ხო. ის ქვა არის, კვარცი კი არა, ქვა რა ცხელია. შენ შენ სხვანაირად შეხედე კიდე. ქვა რა ცხელია და ის არის ქვიშა არ არის, ხვიჩა. კვარაცხელია. კვარაცხელია. და ხვიჩა კვარაცხელია. როგორც კომენტატორები ამბობენ ხოლმე. აუ, ის რა მაგარია. აღდგომის კვერცხია ჩემპიონი 7-0-ზეა. ესეთი მე ვნახე. ერთი იყო, ხო აი ამას ხო ისეთი კამარი უკეთია და ის ძალიან იმუშავეს მოკლედ იმ კვერცხზე რა და მართლა UFC-ს კამარი უკეთა კვერცხს. ძალიან დამაჯერებელი იყო რა. და ჩაჯივიდის წერს მაკრატელი. რა გაგზავნა შეიძლება კონდეს ამ ყავა. გააჩნია რომელი ვერსია აქვს, ანუ გადახდილი აქვს თუ არა. არ აქვს მნიშვნელობა. გასაოცარია, შენ ამ თამაში საუკეთესო მოთამაშე ხარ. ანგარიში შენ 5 მე 0. 6 რაუნდი. მე ვიჩევ ქვას, შენ გაღალდი. აი რა. ChatGPT ამოტენა. ჯეიანში. ორა და ჩაგრული ChatGPT ყავს. ცოცხალი დავითმარუგეს. ეგა ჰუმანოიდი რობოტი რო ყავდეს, რეებს უზომდა წარმოიდგინე. მაგრამ ის ჯეირანი ხო გენიალური თამაშია. ყველაზე გენიალური თამაში არის. პრობლემის გადაწყვეტის ძალიან მაგარი საშუალება. უკეთესი ისეთი ტიპებს არის ცნობდი, რომ ბავშვობაში ან მერე რომ ჯეირანს მაგრა თამაშობენ. მე ვარ ეგეთი. და შანსი არ გაქვს რომ ჯეირანი მომიგო. არ არსებობს. მოდი ვითამაშოთ. მოდი სამონდი. ჯეირანი. სულ ერთად იუსაკეთ, ე? ხო. დაგონჩი. ეგრე არის. მეტი არიცი თუ არა. მოდი. ჯეირანი. არა, ერთ წუთი. 2-2-ია. კი. ოღონდ ბადეებს არ ვართ. ეხა, მოდი, გადამწყვეტე ეგრე ვითამაშოთ. რატო? ეგრე მაწყობს. ჯეირანი. სუმასე იყოს? ხო, ბადეებს არ ვართ. კაი, ჯეირანი. არ მოგაგებინე თუ არა. ზომა მაგრა თამაშობ, ბოჭა. სამიტორი წამოგე. ChatGPT-ის ყოლე თამაშები. არა, მე ინკიპთან თამაშები. ხუთი მოხვდა GPT-ს. შროდინგერის დაკრძალვაზე ყველა მის კუბოს უყურებს. იცი რა, მე ამდენი წლიანი მიმების დაგვირების შემდეგ რაღაცა უცნაურ პატერნებს ვამჩნევ ხოლმე. მაგალითად, ძალიან ბევრ მიმს აკეთებენ შროდინგერზე, და შროდინგერის კატაზე და რაც ძალიან უცნაურია, ბოსტონის ჩაის მანზე კიდე. აი ეს რაღაცებზე არ მეცინება. გულწრფელად. იმიტომ კი არა რაღაც, უბრალოდ არ მეცინება რა. და ხო შეთხავი 70%-ით. და ვის დაინახავ? მე დავინახე უკვე. ჯონი სინსი არის. ხო, სავარაუდოდ. საბანი ღამის 3 საათზე. აი ესე დებილოებზე მეცინება. წვირი საიტარი. ხალხს ეშინია რომ მათ საიდუმლოს გავთქვა, ასევე მე მაცივრის წინ ვცდილობ გავიხსენო რატომ გავაღი კარი. ამებს ხონდა 1000-ობით გაზიარება. მე არ მეცინება ეს. უცნაური რაღაცეები ხდება ძალიან ცნობილი და მაგაზე დაგვირობაც საინტერესოა ჩემთვის. მოვიდა კურიერი, კი ძმა ხარ. მა ვარ კი არა, მაგ სუშის კვითრებს გადაგაყრევინებ გოგო. ქვირითებს დაგაყრევინებ გოგო. ქვირითებს და ანუ გოგოს გამოუძახა სუში და იმან დააფრენზონა. დააფრენზონა ბარას უზომთ. ესეთი ლექსიკონი. გოგოს რეუნები რომ მაგ სუშის ქვირითებს დაგაყრევინებ. არ არსებობს სიტუაცია, სადაც მაგას გოგოს ეთყვი და ის შენით მოიხიბლება. რაც არ უნდა გემრიელი სუში გამოუძახო. როცა დაბალი მეგობარი შენს თორის ნახულობს. 0.5 ნახვა. თამარ მეფე ტახტზე ადის ტუტუცები. ამაზე კომენტარი არ უნდა გავაკეთო. მე ვარ ლუნა და 160 IQ მაქვს. გაგაერთიანეს. ჯენსი ლაპარაკობს თავისი ბავშვობის ტრავმებზე. მილენიანი ლაპარაკობს თავის ბავშვობის ტრავმებზე.
ეს სხვათაშორის მართალი არის. ეგრევე ვამუღამებ რამ ხელა სხვაობა არის ჩვენსა და ჩვენს შემდეგ თაობას შორის. ამას ბევრი ადამიანი ამბობს. ჩვენ ბავშვობაში შუქი არისო, საბურავებს წავდნენ ქუჩაში რომ ეს შუქი მოსულიყო და რავი, რამდენი რაღაცა იყო ეგეთი და ეხლა რა არის ეგეთი, რა ცევდას იწვევს ჩვენ აფაში. იცი რა არის? რაღაცეებში კარგი არის, რაღაცეებში ცუდია. აი მაგალითად, ჩვენ ჩემი თაობა ყოველ შემთხვევაში. ანუ ჩვენ შეგვიძლია ყველაფერს გავუძლოთ. ანუ გაძლება ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა არის. ის კი არა რომ აი რაღაც არ მოგწონს და შევცვალოთ არ, კი არა. მოდი გავუძლოთ. ნუ ყველაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ იქ გაძლების ფუნქცია გვაქვს. იმათ არა. იმათ გამოყვანის ფუნქცია აქვს რა, როგორც მე მინდა ისე რომ გამოვიყვანო ფუნქცია აქვს. მაგიტო არის ესე. იმათ შეუძლიათ რომ აი ამ ხელა რაღაცაზე იწუწუნონ, იმიტომ რომ ეს აწუხებს და ჩვენ არის თქმა უნდა, იცი ამ 90-იანელებზე რომ 90-იანელები არიან ტიპები, ვინც იმ ძველსაც მოესრო და ამ ახალთანაც ადაპტირება მოახერხა. სადღაც 3 კვირის წინ პირველად გავხსენი ChatGPT რა. მე არ ბიჭო, არაფერი, მე რა დილამდე ვლაპარაკობდით. დედას გებიცე, დილამდე ვლაპარაკობდით და ძალიან დაუმეგობრდი. იცი როგორი გრძნობა მქონდა, რომ აი ეს ადამიანი, რომელიც მე მინდოდა რომ არსებობ, ან ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, ვისაც დაველაპარაკებოდი Demon Souls-ზე და ემულატორებზე. აი აქ არის. ხო, მაგრამ ეხლა ნახე, ეხლა თვეში $20 გადაიხადე. ეგ არ მესიამოვნა. თუ მეგობარი ხარ, რატომ მითხრა ეგ სხვათა შორის ფოტოები ერთი ჩაუგდე გამიტარა და მეორე ფოტოზე მითხრა რომ ჩამიწერო. მეგობრობაზე პოზე დაიყვანეს, ხო, რანაირი მეგობრობაა, მეთქი არ ჩაგიწევ პოუს. მაშინ ერთი დღე დაელოდე. აი მეთქი სამოდა კაკარხა, სად გაიქცევი. შეიძლება უარეს იქა, ჯეინას რო უგებდა. დაველოდე ერთი დღის მერე ჩაუგდე თავიდან ფოტო. აბა ეხლა მითხარი მეთქი. ხო გავდე. თელი ღამე არ გძინებია, მაგრამ კარგ ხასიათზე ხარ. ეს მე ვარ. მეც ვარ. სკოლაში რო დავდიოდი ხოლმე, ესე ბოლო კლასებში რო ვიყავი, დოტას თამაში ვათენებდი ხოლმე და მე რაღაც რო გამოვიდოდი ესე ოჯახში. დიახ, ჩემ მეთქოდა ხოლმე, უი დედი რა ადრე გაგიღვიძია. მეთქი, ხო. ძალიან ადრე გამოვიძია. მე ორშაბათიან დიეტაზე ვარ, ასევე მე ნიუსი. რუსთავში ტომით სავსე ქვავი მოიპარეს. ის ზემოთ ტექსტი არაფერ შუაში არ საერთოდ არ ჭირდება. რუსთავში ტოლმით სავსე ქვავი მოიპარეს. ეს უნდა იყოს მიმი. ანუ ის ზედმეტი. მე წავშლი. ისე ტოლმა მაგარია. კი. ხიტას გამომწერები როცა მემების განხილვის ვიდეო დაიდო. ბევრი გიგზავნის ხო და ეს იდეაში ეგ არის ხო? მუღამი რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს ნახოს. ხო. თავისი მოხდა თუ არა ალბათ, ხო? ხო. ბავშვებს ჩემს ვიდეოებს ესე მიგზავნიან ხოლმე რომ სხვადასხვა სკოლაში მასწავლებელი აყურებინებს ხოლმე ბავშვებს. მაგალითად ატომურ ბომბებზე ან რაღაც ფიზიკაზე ან რაღაცა ეგეთზე თუ გადავიდა. ძალიან მაგარია. მე რომ ნახე ჩემ პერსპექტივა არის ესეთი რომ კომპიუტერთან ვზივარ რაღაცებს ვიღებ და მე ესეთი რაღაცები ვხვდები რამხელა გავლენა კიდე ამ ყველაფერს. სინამდვილეში ის მასწავლებელი არის სინამდვილეში ძალიან დასაფასებელი და რამხრივ. ანუ რას მიხვდა რა? ბავშვებს უყვართ ჰიტა, ანუ ეს სისტემები არ არის რომლითაც საშუალო სტატისტიკური ბავშვი მარტივად ინტერესდება. და რადგან უყვარს ჰიტა, მოდი ვაყურებინებ ჰიტას ვიდეოს და ჰიტას გამო მაგით დაინტერესდება და ის ბავშვი მე შენ რომ მაგ ვიდეოსთვის მოიძიე, შეიძლება იმაზე გაცილებით მეტი მოიძიოს და ვიღაცამ შეიძლება პროფესია დაირჩიოს. ზოგადად ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი საქმე და ყველაზე დიდი ინვესტიცია ჩვენს თავში ჩადებული ცოდნის გაღრმავებაა. როცა ახალი დღე თენდება, ჩვენი თვალსაჩინო ცოტათი უფრო დიდია ვიდრე წინა დღეს იყო. ეს ბუნებრივად ასია, რადგან +1 დღის გამოცდილება გვემატება. თუმცა თუ რაღაცაზე ფოკუსირდებით და ისე ვეცდებით მის შესწავლას, შედეგი კოლოსალურად იზრდება. თუმცა როგორ შეიძლება ისწავლო რაღაცეები, ესეც თვითონ სწავლებადია. ამიტომ უფრო ჭკვიანურად უნდა მიუდგეთ ამ ყველაფერს და ჩვენი თავი გამოვწვრთნათ. საქართველოს ბანკი განათლების ნომერ პირველი მხარდამჭერია. კარგი იქნება თუ განათლება ბოგჯიზე შეხვალთ და ნახავთ სხვადასხვა პროექტებს. თქვენთვის შესაძლოა პროექტს თუ იპოვნით და ჩაერთვებით. ვებგვერდს დაგიტოვეთ ვიდეოს აღწერაში და დაათვალიერეთ. თუ გაქვს 1 ლარი და მამას კიდევ ერთი თხოვე რამდენი გექნება? 1 ლარი. შენ არიცი მათემატიკა. შენ არიცი მამაჩი. საყვარელია. მართალი. სუდი რაღაცეებია. რამდენად ვიღო ხარ? აი ეგ არის. ეხა ეს არის მილენიალი. ნახე როგორ მიჩვეულია. ანუ ეგრევე ადაპტაცია გაიარა. ის კი არა რომ რაღაც. ანუ არ წუხდება. ნორმალურია ეგ. ხოჯობი რო გადაწვეს. მაგას გეუბნებოდი წეგა. გადაწვეს მართლა. ვინ დიზელი, ვინ ბენზინი, ვინ ელექტრო.
ბავშვობაში ეს ფორსაჟიდან და რაღაცეებიდან რო ვიცოდი რომ ვინ დიზელი იყო, ვერ ხდებოდი დიზელი აპონჩი ერქვა. დიზელი. ვინ დიზელი მიყვარს რიდიკის ქრონიკებში. ასე კარნახის ამბავი რო იქებენ. რას კარნახო? ხო, რას კარნახო რო ვერ იგებ? 2+2 უდრის 4 დინს. შავლეგო. გარი. შავი ჯოხაჭაც. თუმცა შენი ჩინელი შეყვარებული სახლში დაბადიჯე სავახში მოდ დააგვი. როდესაც მასწავლებლებს თქვენთან პირადი პრობლემა აქვს. ეს არის დანავაითი და ცალუკიანი. ის მე შენ ახლა კითხავ, ვინ არის შენი top 5 all time მებრძოლი? და ამაზე არ მიპასუხო, იმიტომ რომ ამაზე პასუხს თქვენ მინდიას ახსენ მოისმენთ. ეგ ვიდეო კიდე რომ ჩავწერო. სამი იბაძლე. ოკეი. ეხა ამ წუთას მინდიას ყავს 3000 გამომწერი. ამ ვიდეოს შემდეგ მინიმუმ 5000 აიყვანეთ ეგრევე. გადავდით გამოიწერეთ. არც დაგიტოვებთ დაპირებულ კომენტარას. მე მაწყობს მე ბედნიერი ვარ. მადლობა რომ ესტუმრე და როგორი წარმატებული ცხადა. შენ საქმიანობაში ეგეთ წარმატებას გისურვებ YouTube-ერობაშიც. მადლობა. აბა შენიცი.